ყაზტრანსგაზის საკუთრების გარშემო უთანხმოება მწვავდება. უკმაყოფილების მიზეზი 4 წლის წინ გაძევებული მენეჯმენტია, რომელიც საკუთარ კომპანიაში ამ დრომდე ვერ ბრუნდება. ეკონომიკურ დავაში ყაზახეთის საგანგებო ელჩიც ერთვება. ყაზახური კონსორციუმის შვილობილ ფირმას 2009 წლიდან ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის კადრი მართავს. ყაზტრანსგაზ თბილისის მმართველობის უფლების ირგვლივ დაწყებული ქართულ-ყაზახური ეკონომიკური დავა შესაძლოა პოლიტიკურ უთანხმოებაში გადაიზარდოს. ხელისუფლების ცვლილებიდან 6 თვის შემდეგაც ოფიციალური ასტანა საქართველოში სასურველ მიზანს ვერ აღწევს. ყაზახური კომპანია ისევ დროებითი მმართველის ხელშია. თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი ინვესტორის პრეტენზიების შემდეგ უკმაყოფილებას უკვე ყაზახეთის საგანგებო ელჩიც გამოთქვამს. Gazet Financial-ის ინტერვიუში ადილ ტურსუნოვი ყაზახური ბიზნესის საქართველოდან გაწვევის შესაძლებლობას უკვე ღიად პროგნოზირებს. Ცოტა ხნის წინ ის ამ თემაზე მეცხრე არხთანაც საუბრობდა. Казанская сторона имеет очень четкую позицию. ჩვენი პოზიცია მკაფიო აქვს, სურს კომპანია რაც შეიძლება მალე დავიბრუნოთ და მმართველობა აღვადგინოთ. ოქტომბერში მთავრობის ცვლილება ყაზახი ინვესტორებისთვის პოზიტიური ნიშანი იყო. არსებობდა მოლოდინი თუ როგორ გადაჭრიდა ახალი მთავრობა მათ პრობლემებს. თუმცა ყაზტრანსგაზის საქმეში პროგრესი არ ჩანს. მას შემდეგ რაც კომპანიის კონფისკაცია მოხდა, ყაზახმა ინვესტორებმა საქართველოს მიმართ ინტერესი დაკარგეს. გაზის სადისტრიბუციო კომპანიაში მენეჯმენტის დაბრუნების პირობით ყაზახი ინვესტორი დღესაც მზადაა ფინანსთა სამინისტროს წინაშე არსებული ვალი დაფაროს. Თუმცა რამდენი თავად არ იცის. Почему эти деньги не шли в счет погашения? მოდით დავითვალოთ და გავარკვიოთ, რატომ არ ფარავდა სპეციალური მმართველი ყაზტრანსგაზიდან ამოღებული 30 მილიონიანი დებიტორული დავალიანებითა და ზემოგებით მიღებული შემოსავლით ვალს. დღემდე კომპანიის ფინანსებთან წვდომა არ გვაქვს და ვერ გეტყვით, სად მიდიოდა ეს თანხები. თუმცა ეჭვი უკანონობაზე სერიოზული გვაქვს. ყველა ეს კითხვა ძველ მთავრობასთან უნდა დაისვას. თუ კი ბუღალტერიას შევადარებთ, არც ის გამიკვირდება, რომ რეალურად სახელმწიფოს ჰქონდეს ჩვენი ვალი. ყაზახ ინვესტორთან დავის გადასაჭრელად მოლაპარაკების დაწყების სურვილს ჯერჯერობით მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტრო გამოხატავს. ჩვენი მთავრობა მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები და დაიწყოთ განხილვები, რომ კომპანია დაუბრუნდეს ყაზახურ მხარეს. ამის მზადყოფნა არსებობს. თავარია ოფიციალური დელეგაციები შეხვდნენ ერთმანეთს, დავждეთ მაგიდასთან და საუბრის შედეგად მივიღოთ გადაწყვეტილება, იმიტომ არსებობს კითხვები. მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნების პერსპექტივაზე ყაზტრანსგაზ თბილისში არ საუბრობენ. კომპანიის მმართველი ოფიციალურ უწყებათა დირექტივებს ელოდება. ხომ გესვეჩა სპეციალური მმართველი, მე ნიშნავს მანებულირებელი კომპანია, შესაბამისად ვალი არის ფინანსთა სამინისტროსი და ფინანსთა სამინისტრო თავის ვალების ნაწილში ალბათ გამოთქვამს აზრს გაგრძელების ან ინვესტორის დაბრუნების ან ასე შემდეგ. ეს ჩემი გადასაწყვეტი თემა არ არის და თუმცა ამაზე პასუხს კონკრეტულს ვერ გაგცემ. ვითარების გამწვავების პირობებში მოქმედ მენეჯმენტს უფლებამოსილების 4 წლიან ვადას მარეგულირებელი კომისია კიდევ ერთი თვით უხანგრძლივებს. ვალის ამოსაღებად ყაზტრანსგაზში სახელმწიფო მმართველი 17 აპრილის ნაცვლად 17 მაისამდე რჩება. ამჟამინდელი მართვის ეფექტურობის შესახებ ყაზახური მხარის პრეტენზიებს კომისიის თავმჯდომარე მეცხრე არხთან პასუხობს. რაოდენობით იქნა გადახდილი რეგულაციის მიღებული და როგორც ხდებოდა ამის გრაფიკის ახალმეხედეც თანხების გადახდების განხორციელება, ამასთან დაკავშირებით მე არ მოხარებდი უფლება რომ კომენტარი გავაკეთო ვინაიდან კრედიტორი და ხალხის ფინანსთა სამინისტრო და სწორედ მათ აქვს უფლება თქვა გრაფიკის მიხედვით მოხდა თუ არა ვალების გადახდა და ირმოწვევა გრაფიკი და ასე შემდეგ. ეს კომისიაში არსებობს სამინისტროდან შემოსული წერილი, რომ ისინი თანახმად არიან, რომ გაძევდეს დროებითი მმართველობა და არც ამ წერილში ჩაწერილი არაფერი დროებითი მმართველობის თქმელებასთან დაკავშირებით. ვალის ოდენობისა და მისი დაფარვის პირობების შესახებ განმარტებას არ აკეთებს ფინანსთა სამინისტრო. ყაზახური მხარის კითხვებზე პასუხის გაცემა სახელმწიფო დელეგაციას თვის ბოლოს მოუწევს. სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობათა მთავრობათა შორისი კომისიის სხდომაზე მთავარი საკითხი ყაზტრანსგაზ თბილისის თემა იქნება. ასტანაში გადაწყდება როგორ დაიბრუნებს ინვესტორი კუთვნილ კომპანიაში მართვის უფლებას. ვალის გადახდამდე თუ მისი დაფარვის შემდეგ.